რა ხდება მიშა? რატომ ხარ ესეთი კმაყოფილი? არა მეგობრებო, გეჩვენებათ. აი გიხსნით რითი ვარ კმაყოფილი და რატომ ვარ კმაყოფილი, რომ მე გიხსნით ყველა ვიდეოში რაც პოლიტიკური მაქვს ჩაწერილი, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდებოდა, რომ ოპოზიცია გიღალატებდათ, რომ ყველა გიღალატებდათ, მაგრამ თქვენ მაინც არ გჯეროდათ. თქვენ მაინც მაგინებდით კომენტარებში, რომ მიშა, შენ კოცი ხარო, შენ უბრალოდ არ გჯერა არაფრისო. ბუმ! ბოზებო! ეხა რომელი პოსტებია ყველაზე პოპულარული, ჰა? ეხა ყველაზე პოპულარული პოსტებია ამ ოპოზიციის ლიდერების დაჯმის, ხო? თვითონ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოვიდნენ და დაუჭირეს მხარი პაატა ბურჭულაძეს და ამ კამანდას. და თვითონ მაგადგან არის ყველაზე პოპულარული პოსტები, რომლებიც აჯვამენ ამ ხალხს. ვინ გეუბნებოდათ ამ ყველაფერს? არ ვიცი, შეიძლება ვინმე გეუბნებოდათ, მაგრამ ნუ რავი. კაი, ჩავიაროთ მოკლედ. და მე მინდა კიდე ერთი რამე გითხრათ, ანუ რაზეც საკმარისად არ ამახვილებთ ყურადღებას. ტიკტოკერები, რაც მე ზედმეტად გულზე მხვდება. ანუ ტიკტოკერებს რატო არავინ ზრახავთ უკაცრავად? ანუ ადამიანებს, რომლებიც, რა ვიცი, მთელი ერთი წელი მოგიწოდებდნენ, რომ თქვენ თუ ხვალ არჩევნებზე არ გამოხვალთ და ამ შემდეგ. მაგ ტიკტოკერებს ვინმე ადევნებ თვალყურს, აი ძალიან გთხოვთ, ანუ შანსი არ არსებობს, რომ ერთი ტიკტოკერი მაინც არ გახსოვდეთ, რომელიც მოგიწოდებდათ, რომ შენ თუ ხვალ არჩევნებზე არ გამოხვალო, ჩვენ რუსეთში გავიღვიძებთო. აი შანსი არ არსებობს, რომ ერთი მაინც არ გახსოვდეთ. ასე რომ გთხოვთ, ერთი მაინც მოძებნეთ და ნახეთ გუშინ რას აკეთებდნენ. ზოგი რო რესტორანში იყო თავის დაქალუშკებთან ერთად, ზოგი რო ყაზბეგში, ზოგი რო რა ვიცი, პარიზში და ამ შემდეგ. მაგათ გადახედეთ. იმიტომ რომ მე ხა სახელებს ვერ ვახსენებ, იმიტომ რომ რადგან ესენი ბოროტები არიან, დამირეპორტებენ არხს და წამიშლიან. რაში მაწყობს გოიმს გვავა რა აქ? არა, არ გვავა გოიმს. მოკლედ, დავიწყოთ დღევანდელი განხილვა გუშინდელი დღის. გუშინ რა მოხდა? ქრონოლოგიურად მივყვეთ. გათენდა დილა. გავიღვიძეთ მაგალითად 8 ნახევარზე, ხო? უცებ ხელპირი დავიბანეთ, იმიტომ რომ არჩევნები იწყება. ხელპირი უცებ დავიბანეთ, უცებ გადავივლეთ წყალი, რაღაცა უცებ ვისაც ჭამა გვიყვარს, ჭამეთ და გახდა 7 საათი და 58 წუთი. დაიძაბა სიტუაცია. 2 წუთში საარჩევნო უბნები იხსნება. გახდა 7 საათი და 59 წუთი. ღმერთო, 1 წუთში გაიხსნება საარჩევნო უბნები. რა მოუაბიძინას. გახდა 8 საათი. ბუმ, ლელოს სამმა კანდიდატმა დატოვა თავიანთი საარჩევნო ოლქები. ჩაო კაკაო, რა შვებით? როგორ ხართ? ჟურნალისტები მიდიან ლელოს წარმომადგენლებთან, რომ უკაცრავად გავიგეთ, რომ თქვენმა სამმა კანდიდატმა დატოვა თავიანთი საარჩევნო ოლქები და რა ხდება? აქ ლელოს ისინი არ ტყდებიან. ჯერჯერობით, ანუ დილის 9-ზე ჯერ ხოთზე არიან და არ ტყდებიან, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი მეგობრებო, ანუ ეს ცრუ ინფორმაციას გაწვდიან, ცრუ fake news-ები, იმედი, პოსტივი და ამ შემდეგ ეს ყველაფერი არის ტყუილი, არ დაიჯეროთ. გადის 1 საათი. ისევ მიდიან ჟურნალისტები და ისევ ეკითხებიან ამ ხალხს, რომ ჯიგარო, ანუ ჩვენც ოპოზიციიდან ვართ, რავი, ჩვენ მთავარი არხიდან ვართ და ანუ გეუბნებით, რომ მართლა დატოვა თქვენმა სამმა კაცმა ოლქები და რა ხდება ძმა? ანუ იქნებ გვიპასუხოთ. მართლა დატოვეს. ანუ მაშინ სუსმა დააშინა ეს ყველა 3 წევრი. სუსმა დააშინა ეს ყველა, იცოდეთ. всё, სუსმა დააშინა. და всё, ეგ მივიღეთ. მაგას დავწყნარდით, ბაზარი არა, სუსმა დააშინა. ანუ ის რომ აქ ხალხი იდეისთვის თავს წირავს და რავი, მკვლელობისთვის და 10 წელი ციხეში წასვლისთვის არის მზად, ეგ კიდე, ანუ სუსმა დააშინა. და всё, დავიკიდეთ ეგ. ეს პირველი პიზდეცი. ეხა მეორე პიზდეცი მოდის. ველოდებით
პაატა ბურჭულაძეს, ხო? რომ გამოვიდეს ადამიანი ისეთი სიტყვით, რომელსაც გვპირდება, რომელიც სიტყვითაც გვპირდება, რომ შეიცვლება ხელისუფლება მშვიდობიანი გზით დავამხობთ. ჯერ მშვიდობიანი დამხობა, როგორი ოქსიმორონია, როგორც მშრალი წყალი და რაღაცა წყლიანი ცეცხლი და ამ შემდეგ, ხო? მაგრამ კაი, ეგ გავატაროთ, უბრალოდ შეიძლება ემოციებში თქვა, რომ მშვიდობიან დავამხობთო. კი ბატონო, ველოდებით პაატა ბურჭულაძეს. სანამ პაატა ბურჭულაძეს ველოდებით, მოდი გამოვკითხოთ ჩვენი ოპოზიციის ლიდერები. აი, ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, როგორ ბრძანდებით, შეუხერო. აბა მიდი, ხალხს მიეცი мотивация. იცოდეთ, ხალხო, დღეს ვინც არჩევნებზე წახვალთ, ყველა ხართ ხალხის მოღალატეები და სამშობლოს მოღალატეები. დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის. ნამდვილად, დღეს ვინც არჩევნებზე წახვალთ, ყველა ხართ სამშობლოს მოღალატეები. გადავიდეთ ჩვენ მეორე რესპონდენტთან, რომელიც ასევე ლიდერი გახლავთ, ასევე ოპოზიციური პარტიის. თქვენ რას ფიქრობთ? იცოდეთ, დღეს არჩევნებზე ვინც არ წახვალთ, ყველა ხართ რუსები, ყველა არჩევნებზე იცოდე. არჩევნების გზით უნდა დავამხოთ ეს მთავრობა. დიანა, რა ვქნა, ბოზიშვილი ვიყო, ანუ აქ ორი ყლემი დგას და ორივე სხვადასხვას ბაზრობს. დიანა, ჩვენ რა ვიბაზროთ? რას მივაწვეთ? კაი, და იქიდან დიანამ რომ მიაწექიო იმასო, რომ არჩევნებზე არ უნდა წავიდესო ხალხიო. ბაზარი არაა, მოკლედ ეს გათიშეს ეს ტიპი. ესო, ნახუიო, ამასო არ მოусმინოთო. და გადის ეხა დრო რა, მოვიდა უკვე საღამოს 1-4 საათი და ბურჭულაძე იღებს გეზს, რომ 6-მდე მივიდეს ტრიბუნასთან და 6-ზე მიმართოს ხალხს და გააცნოს გეგმა. ის გეგმა, რომელიც ბიძინას გააქცევს საქართველოდან და ბურჭულაძემ გამოდგა ფეხი. ბუმ. მივარდნენ ჟურნალისტები. ბატონო პაატა, რა ხდება, აბა? რას მოუწოდებთ ხალხს? და ბურჭულაძე ბაზრობს. აი ხა ცოტა ხანი დავიცადოთ, იმიტომ რომ ხალხს კიდე აქვს ხმა მისაცემი და ჯერ უბნები კიდე გახსნილია, ცოტა ხანი დავიცადოთ და მანამდე მოვალ რა ტრიბუნასთან და მე მოგცემ ჩემს სიტყვას. აქ ჟურნალისტები ანუ ჩვენ გვეგონა რომ არავინ უნდა მისულიყო უბნებზე. არა. ყველა უნდა მივიდეს უბნებზე. აი ხა კახეთიდან მაცნობეს, რომ კახეთიდან მოდიან, რომ ხმა მისცენ, რომ ხმებით დავამხოთ ეს მთავრობა და თუ ხმებით ვერ დავამხობთ, მერე ძმებო, აი გამოვალ ტრიბუნაზე და ისეთ რამეს შემოგთავაზებთ, რაც არავის უთქვამს სამყაროში. მე ვარ ტუტანხამონი. კაიო, ბაზარი არაო ხალხმაც. დაველოდოთო ბურჭულაძის გამოსვლასო. მოკლედ, ესეთ სისულელებს ბაზრობენ რა, მთელი გზაა, რომ ზოგი ბაზრობს, რომ ხმა მიუცეთ, ზოგი ბაზრობს, ხმა არ მიუცეთ, მივიდა პაატა ბურჭულაძე ტრიბუნასთან. და ეხლა რა ხდება? პაატა გამოდის სიტყვით. მეგობრებო, ეხლა გადავწყვეტთ დემოკრატიულად რა მოხდეს ზოგადად ქვეყანაში. ხელის აწევით. ამ ყლეობას მართლა იძახის, ანუ არ გატყუებთ, ეს მართლა თქვა. ხელის აწევით გადავწყვეტ. ამ ტიპი დრეიკის კონცერტია თუ ედ შირენის კონცერტია თუ რა ხდება, რომ ხელის აწევით რამე გადავწყვეტ. დრეიკიც არ წყვეტს, დრეიკიც პროსტა აგოიმებს ხალხს, რობა. უპ და ისინიც უპ და ვეგეთი პონტი გაჩნდა რა, ეთყობა ვიღაცამ დაარიგა, რომ აი ესე უნდა აიყოლიო ხალხი და გამოდის პაატა ბურჭულაძე და ჩვენ გვინდა გადავაყენოთ ბიძინა ივანიშვილი
გვინდა დედას გეფიცებით ეს კითხვა მართლა დაისვა გვინდა და მაგ დროს ხალხისგან რას ელოდები პაატა რომ დიახ ბატონო პაატა დიახ გეთანხმებით აი რას ელოდები ანუ ყვირილსაც არ იწოვებს ეგ კითხვა ანუ ამდენად გოიმიხარ პაატა ჯიგარო რომ ყვირილიც ვერ გამოიწვიე ანუ ლიდერი ხომ უნდა იყოს ისეთი რომ აი იმენა რომ მიდიოდეს და всё რა ხალხის უყვირის ხალხის უგიჟდება პაატა გამოდის და ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს მთავრობა გვინდა და ფურცლები უჭირავს ხელში აი ხა წარმოიდგინეთ რომ მე აქ მეჭიროს ეს ტელეფონი რომ მე მინდა რომ ბევრმა ხალხმა ჩამირიცხოთ ფულები გვინდა კარგით ეხლა გამოიწვია ხმაური ეხლა მაშინ აბა ეხლა დავიწყოთ მაშინ მსვლელობა გვინდა ეს კაცი არის 75 წლის ამ 75 წლის კაროჩე ნუ კაი პაატა გავწიოთ გვერდზე გამოდის მერე მურთაზა გამოდის ძმაო ზოდელავა და ჯერ იმან რა იბაზრა კაცო პაატამ იბაზრა რომ ჩვენო მშვიდობაო რაღაცეები მშვიდობა რაღაცა ბიძინა მშვიდობა კაროჩე ეგეთი იბაზრა გამოდის მერე მურთაზა მოდის რა ხოძია იცი რომ მურთაზა მოდის და ჩვენო ეს მთავრობა უნდა დავამხოთო ძმაო ეხაო წავედითო პრეზიდენტის სასახლე გადავთელოთო დედა მოუტყნათო იმენა მაგაზე მართლა შოქში ვიყავი მეთქი მურთო არის ძმაო ხოძზე მურთო მიდი მიაწეკ მურთო ხო იცით მეგობრებო ვინც არის ზოგადად ანუ მაინც თავიდანვე რო გაგარკვიოთ რა მურთო არის წინა ხელისუფლების დროს გენერალური პროკურორი ანუ მურთოს უნდა ესმოდეს აი ყველა ვინც მიყურებთ ეგრო გაამრავლოთ 1000-ზე მთელი საქართველოს მასშტაბით ტოპ 10-ში უნდა იყოს იურისპრუდენციის ცოდნით მურთო როგორც ნუ ნიკა გვარამია წინა ვიდეოში რო ვიბაზრე მურთოც ესეთი ტიპია გენერალური პროკურორი იყო და მურთო გამოდის და ეხაო უნდა ავიღოთო ეს მთელი პრეზიდენტის სასახლეო და ხალხს გადავაბაროთო წავიდო გავემართოთო და ეს საწყალი ხალხი ბიჭო ეს მართლა გმირები ძმაო აი ტიპები რომ მართლა წავიდნენ და მართლა რომ ჩამოამტვრიეს ის ჯებირები მართლა რომ შევარდნენ მართლა რომ დაუპირისპირდნენ სპეცრაზმელებს მართლა რომ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს ეგ ხალხი მართლა გმირები არიან ოღონდ იმ პონჩი რომ აი თავიანთ გონებაში ჯერათ ამ იდეის და ამ იდეას აწვევიან ბოლომდე მართლა ტაშს უკრავ მაგ ხალხს რომლებიც აი იმენა შევარდნენ რომლებმაც გადაამტვრიეს ჯებირები მაგ ადამიანებს მართლა ტაშს უკრავ იმიტომ რომ მე ტრაკიანი ხალხი ყველა მომწონს ანუ რავი იქით ამხრიდანაც აქეთ ამხრიდანაც შუიდანაც და ასე შემდეგ ანუ თუ ტრაკიანი კაცი ხარ მე პატივს გცემ რა ხო და ანუ ტრაკიანი ხალხი გაემართა მართლა დედაუტირეს გადაანგრიეს მთელი ჯებირები შევარდნენ ლამის სასახლეში და ხო შევარდნენ სასახლეში და პაატა შევანგრიეთ ყველაფერი პაატა მოდი ძმა მოდი დაჯექი სასახლეში და ამ დროს პაატა სად არის პაატა საავადმყოფოშია და რაღაცა იოგურტებს ჭამს და ბულკებს აწობს უკვე რომ აუ თვალები დამეწვა ეს ციცაკის სპრეი რა ყოფილა ბანანი მომეც და პაატა უკვე საავადმყოფოშია ანუ აქ ხალხი სიცოცხლეს წირავს რეალურად სიცოცხლეს წირავენ იმიტომ რომ 10 წელი ციხე მეგობრებო ხუმრობა არ არის და ყველა იცოდა რომ ერთი 10 წელი მინიმუმ გაისროკებოდნენ და ამათ შეამტვრიეს ეს ჯებირები შევარდნენ პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში და ამ დროს პაატა უკვე საავადმყოფოშია და იმას ბულკებს აწობს იოგურტში და
და ტელევიზორში უყურებს, ტელევიზორში უეჭველი უკვე სპეცრაზმელების მხარესაა. რას აკეთებენ ეს ველურები, რატო ამტრევენ ამ ჯებირებს? ეს ხალხი გასროკეს 1000 წლით. ეგ რო იცოდეთ მაინც. უეჭველი გასროკავენ, იმიტომ რომ ტიპები უნიღბებოდ შეამტრევენ იმას, რა ქვია, უნიღბებოდ შეამტრევეს ის პრეზიდენტის რეზიდენცია. ნუ მოკლედ, მურთო სად არის ამ დროს? მურთო დაბრუნებულია თავის იმ პოდიუმზე. იქ ტიპები ამტრევენ ამ ჯებირებს ყველაფერს რაღაცა პატა უკვე საავადმყოფოშია, მურთო უკვე იქა დაბრუნებული პოდიუმზე და დგას, რომ მურთო ბაზრობს. ეხა მეგობრებო, თქვენ გაუყევით ამ გზას, თქვენ გაუყევით იმ გზას. თქვენ წაით პარლამენტთან, თქვენ წაით საკრებულოსთან, თქვენ წაით შემოსავლების სამსახურის იმასთან, თქვენ აქ დარჩით. მურთო სად უშვებ ხალხს? მოციქულებს გზავნი, რომ გაავრცელონ შენი სარწმუნოება, თუ სად უშვებ ხალხს? ხალხი მოვიდა, რომ ტიპები რევოლუციისთვის მზად არიან, რომ 10 წელი ციხეში წავიდნენ და შენ ამ დროს შენ იქით გაუყევი გზას. და რა ქნან მურთო? გაავრცელონ შენი სარწმუნოება? მურთო დგას და ბაზრობს ამ რაღაც სისულელეებს, რასაც უკვე აზრი არ აქვს, აბსოლუტური. და მოდის, რა თქმა უნდა, პოლიცია და აკავებს მურთოს. რა თქმა უნდა, აღარავინ შეეწინააღმდეგა, აღარავინ გამოიხსნა მურთო, რადგან უკვე ყველას დაკიდებული ყავდა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები რო გაჩნდა, ყველა აღრენილი იყო. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ ჩვეულებრივად სპეცრაზმი ჩადგა ადგილებზე, უკვე ვეღარავის განზრევის საშუალება აღარ ქონდა და მერე უკვე დაიწყო ეს საცოდაობები, რაც იწყება ხოლმე აქციებზე, რომ ხან ბებია მივიდოდა და ქოლგით უქნევს, რომ შენ თუ ღმერთის აქ წამს იცოდე, მე მომკალი პირველი. ბებო, გააჯვი აქედან რა. ეგ მაღიზიანებს ყველაზე მეტად რა, რომ მერე ხალხს ეცოდება ეს ბებიები, რომ ვაიმე, ბებიას ხელი მოკიდეს და გადაათრიეს იმ ტროტუარზე. ბებია ვინმე მცემა? არა, არავის უცემია ბებია და ბავშვები. ის ბავშვი ნახეთ ტრასაზე რო დაუჯდა იმას სპეცრაზმელებს და დროშას რო უქნევდა, რომ თუ რამე მე გადამთელეთ პირველ რიგში. რას აკეთებ ჩვილო? იმდენად სიდებილემდე ვართ მისულები, რომ ადამიანებს გონია, რომ მოდი ძალით ვერ ვაჯობეთ, უკაცრავად. ეხა კი ვცადეთ ამ სპეცრაზმელების გადათელვა, მაგრამ ძალით ვერ ვაჯობეთ და მოდი ეხა ნამუსით შევუტიოთ, რა, მოდი საქართველოს დროშა დავაგოთ ძირს და უეჭველი გადაუვლიან. მაგრამ მე ჩემი შეყვარებული ვიყურებდით ლაივ იმას რა და ჩვეულებრივად ვეუბნები, რომ მეთქი ერთ-ერთი ტიპი გამოვა, უბრალოდ აიღებს დროშას და всё, ჩადგებიან ესე მწკრივში. როგორ მოხდა გამოიცანით? იმიტომ რომ ჩემი შეყვარებულია, როგორი ნაციზით, რომ ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაცა ეგეთებს რო ყვირეს ხოლმე რა. მეთქი ქალო, მოდი დღეს დაწყნარდი ძალიან, გთხოვ რაღაცა გუშინ დავკერე, რომ მეთქი სტოპ, დღეს არ გახვიდე. და მე ხო კითხულობს ამ ჩატებს, ბარემ მოგიყვებით ამას რა. ხო კითხულობს ამ ჩატებს და რაღაცებს და და მურთა ზოდელოვას გადაწყვეტილებას რო ეხმაურებოდა ხალხი, რომ კიო, იქით დავიშალოთო ზოგიო, იქით გავიყოთო ზოგი, აქეთო ზოგი, იქითო. მაგაზე იძახის, რომ კიო, ესო ძალიან ჭკვიანურიაო. მეთქი რა არის ჭკვიანური და სპეცრაზმელებიო, ესე უნდა დავღალოთო რა, ეს იყო ტაქტიკაო, რომ ვარბენინოთო რა, ხან აქეთ გადმოვიდეთო, ხან იქითო. ამას მეუბნება 50 კილო გოგო. რომ
სპეცრაზმელები უნდა დავღალო იმითიო, რომ აი ხან რუსთაველზე გადავალთო, პროტესტითო, ხან თავისუფლებაზეო და ანუ ესე დევნაშიო სპეცრაზმელები დაიღლებიანო. ამას მეუბნება ჩემი შეყვარებული და ეს არის აი მართლა ეგეთი არაადეკვატური, რასაც ეს ლიბერალები ფიქრობენ რა, ამას ცოტა ვასწორებ. მაგრამ რეალურად ეგეთი აზროვნება აქვთ ამ ხალხს, რომ სპეცრაზმელებს დაღლიან თავისუფლებიდან რუსთაველამდე და ორბელიანამდე სირბილით. ანუ მე კი მოუწია 1 საათიანი ლექციის მოსმენა, რომ შვილო, სპეცრაზმელების ყოველდღიური სამსახური იცი რა არის, ანუ აი შენ გონია რომ ყოველ დღე სპეცრაზმელები ვინც არიან გადიან და რა ვიცი დასეირნობენ თუ ეგ ლობიანებს ჭამენ და ხაჭაპურებს და დღეს საქმე არ გვაქვს, დღეს გავსუქდეთ. ანუ მეთქი საყვარელო სპეცრაზმელების საქმე ყოველდღიური არის ვარჯიში. რომ მოემზადონ ესეთი წერტილისთვის, რომ როდესაც ესეთი ამბავი დადგება, ფიზიკურად 100-დან 100 მზად იყოს. ანუ ერთ ადამიანზეც არ დაიშვება, რომ მე დავიღალე. ხო, თუ იღლები არ ხარ სპეცრაზმში. ანუ ყოველ დღიურად ემზადება იმისთვის, რომ აი ესეთი მომენტი დაუდგება სახელმწიფოს და ჩემ უფროს, რომელიც სპეცრაზმის უფროსია, რომ მომთხოვს, რომ აქ გამოდი დადექი, ამისგან დამიცავი რაღაცა და მან უნდა ვიდგე. და მან უნდა გამოვყო მთელი ჩემი 5 წლიანი ვარჯიში, რომელსაც 5 წელი ვარჯიშობ. და ამ ხალხს ლიბერალებს რეალურად გონიათ, რომ ჩვენ დაუღლით მეგობრებო. მოდი ხანიქით გავიქცეთ, ხანაკეთ, მოდი გავიყოთ და დაიღლებიან სპეცრაზმელები. მართლა ჯერათ ამისი. დედას გეფიცებით, რომ მართლა ჯერათ ამისი, რომ სპეცრაზმელებს დაღლიან ჩვეულებრივი ადამიანები. ანუ აქ ქალების შეურაცხყოფა მართლა არ არის. ანუ ნებისმიერი აი 5 ჩვეულებრივი კაცი გავიქცეთ, ჯერ ერთმა ირბინოს, მერე მეორემ, მერე მესამემ, მერე მეოთხემ, მერე მეხუთემ და ერთმა სპეცრაზმელმა თუ არ გაასწრო ამ 5-ვეს და იმათზე მეტი თუ ვერ ირბინა, მაშინ მართლა პროტესტებით გამოვალ, რომ მეთქი შიქ ხო არა გაქვთ, ეს ვის ვამზადებთ, ანუ ესენი მიცავენ, ესენი იცავენ ჩემს შვილებს, გავაჯმევინოთ ამათ. თუ 5 ჩვეულებრივად და აი ჩემნაირ ადამიანს, რომელიც არც ვარჯიშობს არაფერი, ვერ გაგვასწრებენ. იმიტომ რომ სპეცრაზმელი უნდა იყოს რას ნიშნავს? სპეციალური რაზმი და არა პრასტოი რაზმი. და ამას მართლა ფიქრობთ, ბიჭო, ხალხი, რომ მოდი სპეცრაზმელები დავღალოთ. დაღალეთ, მიდით ძმებო. აუ, რა სიგიჟია რა. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. არა, ეს მართლა სიგიჟია რა, რომ ხალხი რეალურად პოსტავდა გუშინ, რომ აი გადავირბინოთ, აქედან გადმოვირბინოთ, რომ სპეცრაზმელები დავღალოთ. სპეცრაზმელები როგორ უნდა დაღალო, ბიჭო, ანუ თუ ის არა ხარ ოლიმპიური ჩემპიონი არ ხარ, სპეცრაზმელი როგორ უნდა დაღალო ძმაო სირბილით. წიწაკის სპრეის მისხმის შემდეგ რატო დაიშალა ყველა. სად ქონდათ აღჭურვილობები ოპოზიციონერებს. ანუ ნანუკამ რომ შეაგროვა რატომ იყვნენ რეალურად ეკიპირების გარეშე ადამიანები? თუ რევოლუციას აწყობთ, თუ აპირებთ ყველაფრის გადანგრევას, თუ აპირებთ ყველაფრის თავით და ცხვირპირით გამტრევას, ანუ ეკიპირების გარეშე რატო იყვნენ და მე მაინტერესებს, ანუ ნანუკამ რატომ არ დაგირიგათ აირწინაღები, წიწაკის სპრეის საწინააღმდეგო, რატომ არ დაგირიგათ ნანუკამ თუნდაც, რა ვიცი, ბრონის ჟილეტები, რომლებიც აიტანდა რეზინის ტყვიებს. რატომ, მეგობრებო, ჩემო ლურჯთმიანო საყვარელო ლესბიანკებო,
რატომ არ დაგირიგათ ნანუკამ? ანუ თქვენ ხო ურიცხავდით ფულებს, ანუ თქვენ ხო 1 წლის მანძილზე რიცხავდით ფულებს, თქვენ ხო შეუგროვეთ ნანუკას 500,000 ლარი, ხო? ადამიანს, რომელიც გირიგებდათ ლობიანებს, რომელიც გირიგებდათ პირბადეებს. რატომ არ დაგირიგათ ნანუკამ აირწინაღები ან ბრონეჟილეტები, რომ ამ ყველაფრისთვის გაგეძლოთ? რატომ? ანუ მოდი გავაცოცხლოთ ის სიტუაცია რა, რომ ანუ ნანუკა არიგებს ლობიანებს. 2 დღე დაარიგა ლობიანები. მესამე დღეს მხოლოდ პირბადეები, პირბადეები. მესამე დღეს ხაჭაპურები, ხაჭაპურები ყველას ხარი. მეოთხე დღეს მიდიხარ ნანუკას. აბა ნანუკა დღეს რო ჩაგვირიცხეს ემიგრანტებმა სად არის ეგ ფული და ნანუკა ბარათი დამებლოკა. ნანუკა რა ბარათი დაგებლოკა 300,000 ლარი ჩაგირიცხეს ემიგრანტებმა. ბარათი დაბლოკილია. ანუ თუ გინდათ თუ არ გჯერათ, აი აგერ ბარათი ჩემი და დაადეთ, აი დაადეთ სადმე. დაადეთ და გაატარეთ და ნახეთ რომ დაბლოკილია. აჰა, აი ბარათი. ნანუკა ეს თაწმინდის პარკის ბარათია. ხოი დაადეთ რა, ხო არ ტარდება. ნანუკა სხვა ბარათი მოგვეც. თაწმინდის მოიც ხო. აჰა, აი ეს არის. ნანუკა ეს ზღარბი ბარათია. ხო და დაადეთ, აი მუშაობს, არ დამებლოკა ეგ 300,000 ლარი დამებლოკა. და ნანუკა იჩდება ერთ კვირაში -30 კილო, რაღაცა აქ ყველაფერი იმედა ბარიატრიული ოპერაციები, ყველაფერი რაღაცა ესეთი გოგოშკა იჩდება, რაღაცა ყბა ესეთი ცოტა წაწვეტებული, რაღაც წარბები გაკეთებული, აქ რაღაც საყვარლად ბოტოქსები, რაღაცები. დაიბლოკა ძმებო ბარათი. ბარათი დაიბლოკა, აგერ ჩემი ზღარბი ბარათი ძმაო და ვისაც გინდათ, რავი, 300,000 ლარი ამ ზღარბი ბარათზე დევს. всё, გამოიყენებთ. ვერ იყენებთ, всё, გაქრა 300,000 ლარი. დაბლოკეს. წად ბიზნეს მოთხოვეთ. და ანუ ხალხმა ანუ ეგ დაივიწყეთ. და გუშინ კიდე თქვენთან ერთად იყო ნანუკა და კიდე მითითებებს გაძლევდათ, რომ თქვენ აქ წადით, მიდით თქვენ ბიძინა ჩამოამხეთ იქიდან ირაკლი კობახიძე ჩამოამხეთ. და ესე რა. მოიცა აუ კამერაში როგორ ჩამვარ, აუ ერთ წამი რა. ესე არ მინდა. აი ხავარ ნანუკა. ვაუ რა შვებიტო. აი იქიდან თქვენ გადადით კობახიძე ჩამოამხეთ. თქვენ წადით ბიძინა ჩამოამხეთ. და ამ დროს 300 კაუდებს ანგარიშზე და დაბლოკილია ძმებო, დაბლოკილია, რა ვქნა, აბა. და თქვენ კიდე მიდიხართ ბიჭო და ნანუკა როგორ გვიყვარხარ, აიმე მადლობა დიდი რომ ჩვენთან ერთად იბრძვი ნანუკა. და შემდეგი პუნქტი განვიხილოთ ახლა რეალურად რატომ ვერ გადააყენებთ ამ მთავრობას და როდის წააგეთ ყველაფერი და რატომ ჯერა რომ წინა არჩევნებიც არ გაყალბებულა. აი ესეთი პუნქტი გავაკეთეთ ჩემთვის და მოდი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. ანუ როდის წააგეთ ზოგადად ეს ქვეყანა, არჩევნები და ყველაფერი. როდესაც გადაეცით მეგობრებო ქართულ ოცნებას რა? ხელისუფლება? მთავრობა? არა. როდესაც გადაეცით ქართულ ოცნებას სიტყვა მშვიდობა. როდესაც გადაეცით ქართულ ოცნებას სიტყვა მშვიდობა, მაგ დროს წააგეთ აბსოლუტურად ყველაფერი. იმიტომ რომ აი ოპოზიციური პარტიების სლოგანებს რომ დაუკვირდეთ, ადამიანები რას გვპირდებიან, ხო, რომ ევროკავშირი, პენსიების მომატება, სოციალური დაცვის დახმარების ამაღლება 20%-ით, კარტოფილზე ფასის გაიაფება 50%-ით. კაი, მოდი გადავამეტოთ, ანუ ოპოზიციის მართლა, მოდი ვიდეოს ხათრეთ, გადავამეტოთ ოპოზიციის დაპირებები. უყურეთ, აი მაგალითად, მე ვარ ოპოზიცია და გპირდებით, რომ გაზი უფასო, წყალი უფასო, დენი უფასო, კარტოფილი უფასო, მაკარონი უფასო,
გრეჩი ხა უფასო. ყველაფერი უფასოდ აბსოლუტურად. ოღონდ ომში მიყვავს ყველა 18 წელს გადაცილებული ადამიანი. და ეხა გადავიდეთ ქოცების მხარეს. მშვიდობა იქნება და ომი არ იქნება. ბუმ. всё, მიხვდით? ანუ თუ ისე ვერ მიხვდით, რომ სიტყვა მშვიდობა გადააბარეთ იმენა. ოპოზიციამ გადააბარეთ სიტყვა მშვიდობა. თქვენ რაღაც სისულელეებს იფიქრებთ აქედან, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით და ჩვენ ევროებში გადავიხდით პურის ფულს და პური ეღირება 0.10 ევრო და რაღაც ყალეობები და ამ დროს ქოცები იძახიან, რომ ძმებო, ომი არ იქნება სამყაროში. სამყაროში კი არა, ქვეყანაში. აი, რომელს დაუჭერს საშუალო სტატისტიკური ადამიანი მხარს? არა, ანუ მე მესმის, რომ თქვენ ყველა გმირები ხართ, ეხლა თქვენ ვინც კომენტარებს დამიწერთ, ყველა რა თქმა უნდა ანწუხელიძეები ხართ და ანწუხელიძე ვერც შეგედრებათ, თქვენ იმდენად გმირები ხართ და თავს გაწირავთ საერთოდ იდეის და სამშობლოს გამო, მესმის მე, მაგრამ თქვენ რამდენი ხართ? 10? 100? 102? 105? და ეხლა წარმოიდგინეთ საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომელსაც, ანუ, კი უჭირს, კი საჭმელი ბევრი არ აქვს, კი დენის გადასახადი ბევრი მოსდის, კი გაზის გადასახადი ბევრი მოსდის, მაგრამ უნდა რომ ომში წავიდეს და იქ ვიღაცამ საკანცელარეო დანით ყვერები მოაჭრას? უნდა ეგ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს? და ანუ სიტყვა მშვიდობა გადააბარეთ ქართულ ოცნებას. და არც ერთ ოპოზიციურ მხარეს არ უხსენებია, რომ ჩვენ მშვიდობა გვექნება, ძმებო. არა, აი ყველა პირდებოდა ადამიანებს, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ და ჩვენ იმაში ამერიკას შევუერთდებით. ყლეზე დამახიე შენი ევროპა, ბიჭო, ვიღაც თუ მოვა და საკანცელარიო დანით მომაჭრის ყვერებს და ჩემ ვიდეოს მერე 4chan-ზე დადებენ. რა არ ხდება უკრაინელებთან ეგეთი რამეები და ეგ უნდა ხალხს? ეგ უნდა ზრდასრულ ხალხს, რომელსაც 4 და 3 შვილი ყავს, რომელიც ხალხს ამრავლებს და ქართულ მოსახლეობას ამრავლებს, რომ თავის შვილები წავიდნენ და ვიღაცებმა ხოცონ და საკანცელარიო დანით სერონ? ჰა? თუ ის ურჩევნიათ, რომ კაი, მოდი დღეს კარტოფილი 5 ცალის ნაცვლად 3 ცალი მოგვივიდა. კაი, 3 ცალი ვჭამოთ რა, მაგის დაეცვატირეთ, გადავრჩებით. ეს სიტყვა მშვიდობა დათმეთ და მერე გამოდიხართ, ბიჭო, რევოლუცია მოაწყვა, რევოლუცია კი არა. ძალიან გთხოვთ მეგობრებო კიდევ ერთხელ, რომ იმ ტიკტოკერებს გადახედოთ და იმ ტიკტოკერების აკაუნტებს გადახედოთ, ვინც მოგიწოდებდათ წინა არჩევნებზე, რომ თქვენ თუ ხვალ არ წახვალთ არჩევნებზე, ჩვენ რუსეთში გავიღვიძებთ. დღეს გადახედეთ და გუშინდელ ვიდეოებს გადახედეთ. ფული შეუწყდათ და всё, ანუ ზოგი რესტორანშია, ზოგი პარიზშია, ზოგი მონაკოშია, ყველას გადახედეთ. მე ვერ ვახსენებ აკაუნტებს, რადგან მე დამარეპორტებენ და დამიბლოკავენ ამ აკაუნტს. ასე რომ ძალიან გთხოვთ, მაგ ტიკტოკერებით დაიწყეთ გადახედვა და მაგ ტიკტოკერებით რომ დარწმუნდებით, რომლებიც მოგიწოდებდნენ, რომ ხვალ თუ არჩევნებზე არ წახვალ, ჩვენ რუსეთში გავიღვიძებთ და ჩვენ ვლადივოსტოკში ვიცხოვრებთ და შევჭამთ იუბილეინოეს და მერე ერთ კვირაში სახლები აიშენეს და დღეს უკვე ძალიან კარგად ცხოვრობენ და გუშინ არც იყვნენ პროტესტზე, რადგან გუშინ არ მისცეს ფული. აი მაგ ტიკტოკერებს გადახედეთ, მაგ ტიკტოკერებს რო შეხედავთ, მე დაფიქრდებით, რომ ესენი თუ ესეთები არიან, იქნებ ჩვენი ოპოზიციის ტიპებიც ესეთები არიან. მერე იმად გადაწყვეტებით, მერე ეს ტიპები თუ ესეთები არიან, იქნებ ლიდერებიც ესეთები არიან. მერე იმად გადაწყვეტებით და მერე გაგინათდებათ გონება, ხვდებით. და მე ამას ვცდილობ და იცოდეთ, რომ ბოლოს ყველა მართლა ჩემთან მოხვალთ და ყველა დამფასებთ მე, რომ მიშაო, დიდი მადლობა, რომ ამ ყველაფერს გვიხსნედიო და დიდი ბოდიშიო, რომ არ გაფასებდითო. მაგრამ არა უშავს მე მაინც მიგიღებთ. კოცნით მიყვარხართ, უბრალოდ მართლა გადახედეთ ამ ყველაფერს.